გამარჯობა მეგობრებო, Ground and Pound Georgia დაბრუნდა ახალი ეპიზოდით UFC 315-ის ქარზე. პირველი pay-per-view ივენთი 314-ის შემდეგ ბელალ მუჰამედის და ჯეკ დელა მადალინას საქამრე ჩხუბით. ასევე შევჩენკოც ჩხუბობს მარონ ფიოროსთან. მოკლედ საინტერესო ქარდი არის, მაგრამ 314 მაინც სხვა იყო რა. კი, მაგრამ მოდი მივოვიხილოთ ორი სიტყვით მაინც ეს მოინეს. კი, იმიტომ რომ საკმაოდ ნორმალური ქარდი იყო, მინდა ვთქვა რა. და ჩვენი პრედიქშენებიც დიდწილად გამართლა. კი, დიდწილად გამართლა და თან ჩვენი ასე ვთქვათ ავანსები რაც ხონა გაცემული ბონიკა ლიდერის ბრძოლასთან დაკავშირებით, აი მართლა კარგი ბრძოლა იყო. და საკმაოდ კარგად მოიგო დერიდერმა, თუმცა მანამდე ჯერ დავიწყოთ სხვა ჩხუბებით. ერთ-ერთი იყო რომ დაბრუნდა ჯერემი სტეფენსი. ხო. თავისთან ქალაქში დესმოინესში და საკმაოდ ისე იჩხუბა, როგორც ჩხუბობს ხოლმე რა, აი ბეარნაკში როგორც ჩხუბობენ, ხო იცი, აი რო ჟარგონს ვიხმარ რა, რო კიდიათ რა, ენა რო ვიჭი. შუბლს რო უშვენ პირდაპირ დარწმუნებს, აი ეგრე და სხვა შორის მე ველოდი რომ სტეფენსი უფრო ნოკაუტით დამარცხდებოდა, ბრუტალურად წააგებდა კი მეგონა, თუმცა გადაწყვეტილებით დათმო ჩხუბი და სხვათა შორის თვითონაც ჰქონდა რაღაც ისეთი მომენტები რა. საკმაოდ სისხლიანი ჩხუბი იყო, მოკლედ ამის თქმა მინდა. ხელები ჯერ კიდევ აქ და ექნება. შემდეგ იყო ჯექსონი მარკოსის ჩხუბი, ხო? ჯექსონი მარკოსი იყო, აქ ერთ პიროვნულად ვთქვით მე და შენ რომ ნულიანს დათმობდა მოკლედ რა მარკოსი და ეგრეც დათმობდა decision-ი, ხო? ეს იყო ზუსტი prediction-ი. შემდეგი ჩხუბი იყო პონზინიბიო როდრიგესი. ამ შემთხვევაში მე როდრიგესისკენ გადავიხარე, თუმცა მეგონა რომ მოიგებდა გადაწყვეტილებით, მაგრამ მესამე რაუნდში KO-ი დენიელ როდრიგესმა არგენტინელი. პონზინიბიო, აი როგორც წინა პოდკასტში ვთქვით რა, პონზინიბიოს დრო სამწუხაროდ წასული არის რა უკვე რა და ვიძახით რომ როდრიგესი ჩაანაცვლობდა. კი, ეხლა როდრიგესიც ზუსტად ასაკობრივად ერთი ტოლები არიან მოკლედ, მაგრამ მაინც როდრიგესს ვფიქრობდით რომ უფრო ის მებრძოლი იყო, რომელიც პონზინიბიოს ჩაანაცვლოდა და ჩაანაცვლა კიდეც მოკლედ და გაიარა მოკლედ პონზინიბიოს ბარიერი. და მივედით აი ჩვენი main event-ი რომ იყო რა, რეინერ დერიდერი ბონიკალი და ამაზე მოდი ჯერ შენ დაგითმობ დაიწყე მოკლედ ისე თქვა წინ და იმიტომ რომ დერიდერის მოგება შენ რო იწახეს ხო იცი ამდენ იქიდან ერთში ვხედავდიო მარტო გამარჯობა ეგრე ვიყავი მე ზუსტად აი რავი დერიდერი თუ მოიგებდა ტექნიკურით ნაღდად არ მეკონა რა. მოდი მე იცი როგორ ვიტყვი ახლა ბონიკალზე ვიტყვი რა, რაც ჩვენ ზოგადად პოდკასტების ჩაწერა დავიწყეთ, აი ესეთი მწარი ფროდჩეკი ყოფილა არასდროს, აი როგორი ფროდჩეკიც დერიდერმა გაუკეთა. მაგრამ სხვათა შორის ძალიან დიდი underdog-ი გამოიცანით რა, რომ დერიდერის მოგება თქვით იდეაში. ბონიკალი არის მოკლედ ამერიკული wrestling სკოლის წარმომადგენელი, რომელსაც აი სტარი არის რა მართლა რა მაგ სამყაროში და მაგიტო იყო რომ ესეთი ჰაიპი ქონდა. აი რჩევების მისცა სხვათა შორის დერიდერმა მე ბონიკალს უთხრა რომ ერთი კვირა მაინც ცოტა ხანი არ ქონდეს შეხება X-თანო ან მსგავს რაღაცეებთანო, სადაც პირდაპირ უთხრა აბუჩა დაიგდებდნენ და დაცინებდნენ და არ იქნება შენთვის კარგია, მაგრამ ისიც უთხრა რომ ყველაფერი წინაა ჯერჯერობით. ჰენრი სეხუდომაც გაამხნევა და თქვა რომ ზუსტად ეგრე დავმარცხდიო მეცო DJ-სთანო, დემეტრიუსთანო. თუმცა დაუბრუნდიო მერეო და კამარი მოვიგეო რა. ნუ მაინც ბონიკალის გარშემო აგორებული ჰაიპი და ის რომ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველა მგონია რომ დერიდერთან წაგებით არ ჩაქრება. უბრალოდ დაბრუნება მოუწევს უფრო ბევრად მაგარი ბონიკალს. კი, იცი რა არის უფრო ფსიქო, ხო? დერიდერზე შერაც თქვი რომ აი ეს რჩევა რაც მიცა, მართლა სწორი რჩევა იყო, იმიტომ რომ ბონიკალი მარტო ცალმხრივად გაჰაიპებული მებრძოლი არ იყო. თვითონაც მას ეთვლიდა რა. სულ რაღაც 1 წლის წინ იძახდა რომ ხამზად ჩიმაიოს იწვევდა და მე და ხამზატმა რო ვიშვებოთო -1000 ვიქნები მინიმუმ ფავორიტია და ისე მოუგებო რა და ანუ ესეთ დროს როცა ესეთი მწარე მარცხით და მithumetes დერიდერი რო ტექნიკური ნოკაუტით მოგიგებს ცოტა ისეთია ფსიქოლოგიას შეგირყევს რა ცოტა და მაგიდან გამომდინარე მოკლედ ბონიკალს ბევრი ექნება მაგას დაკავშირებით სამუშაო რა თავის ფსიქოლოგიასთან. მართალი ხარ და ზოგადად ეგრეა და ყველა მებრძოლი მაგას აღნიშნავს რომ უშუალოდ ბრძოლა არის შვება მაგათთვის და წონის კლება და ფსიქოლოგიური ამბავი ყველა სპორტში უდიდესად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ამბავი რა ჩემი აზრით და დარწმუნებულია რომ ბევრი დამეთანხმება მეთანხმებით თუ არა თქვენ თუ გიყურებთ ვინმე სპორტსმენი რომ ფსიქოლოგია არის უდიდესი ნაწილი ფსიქოლოგია არის
ალბათ 60% არის სპორტის, ან თვითონ საბრძოლო ხელოვნებებში რა ყველგან საერთოდ. გინდ ჯიუ-ჯიტსუ იყოს, გინდ MMA იყოს ნებისმიერში, ანუ ფსიქოლოგიურად ძლიერი თუ არ ხარ, აუცილებლად წააგებ, აუცილებლად. და რას ფიქრობ შენი აზრით დერიდერის სამომავლო ჩხუბი რა იქნება? იმიტომ რომ საკმაოდ დიდი განაცხადი იყო ბონიკალთან მოგება. ბონიკალთან მოგება დიდი განაცხადი იყო. ზოგადად ამ წონაში დახუნზული არის რა ის წონა კონტენდერებით. ყველა კონტენდერია თითქმის ტოპებში ვინც არის. და სხვათა შორის ქართველიც ყავს. ხო, რომანდოლიძე და ეგ უნდა მეთქვა, ეხა სუბიექტურად ვიტყვი უფრო, მაგრამ შეიძლება ობიექტურადაც გამომდიოდეს, იმიტომ რომ არის დიდი შანსი მაგის რომანს თუ შეხვდება დერიდერი. გონია რომ სტრაიკინგში რომანი მაგრად დაჯაბნის და გრეპლინგში კიდე არავის ნაკლები რო არა რომანდოლიძე გავიგეთ უკვე და ვიცით. კი, გეთანხმები მაგაში არავის ნაკლები არ არის გრეპლინგში, უბრალოდ დერიდერის მთავარი აი კოზირი რა, ასე ვთქვათ რა, ძალიან ბევრი გრეპლერ შეხვედრია, ეხა დერიდერი გადავლილი აქვს მთელი დაღესტანი, ყველასთვის აქვს მოგებული საერთოდ ვანში და უბრალოდ მისი პლუსი ერთ-ერთი არის ის, რომ ძალიან კრეატიული არის ქვევით რა, ანუ ყველა მხრიდან ცდილობს რომ რაღაც კრეატიულად შეამზადოს საბმიშნისთვის. არ დაგავიწყდეს მაგაზე გიტყვი რომ რომანდოლიძე არის მებრძოლი რომლის ქვემოთ გადაყვანაც მარვინ ვეტოლისაც არ უცდია. კი. და აქვს რა ეს ბექგრაუნდი რომას თელ UFC-ს ტიპებში რომ არ არის რა მიზანშეწონილი აფასებენ რომანის გრეპლინგს კი. და დერიდერის სტრაიკინგსაც შეეხება, ეხლა რომანი შეიძლება ტოპ სტრაიკერი არ იყოს, მაგრამ დერიდერზე ბევრად უკეთესი სტრაიკერი ნამდვილად არის რა. მაგრამ მეორე აზრიც მაქვს დერიდერი, რომ დერიდერზე რომ შეიძლება რომ იმამოვ შეახვედრონ რა. იმიტომ რომ იმამოვს ჯერ არ უჩანს ისეთი პირი ამ სიტუაციას, რომ იმამოვს ვიცევენ საქამრეს. იცი რა არის? შე როგორც თქვი რა, რომ კონტენდერებით ძალიან მომრავლებული არის მოკლედ რა, იქ ბოჰალიოც არის, იქ იმამოვიც არის, ჩიმაევი პირველი არის და მაგიდან გამომდინარე, ანუ ფიზიკურად დერიდერის მომავალს აი ძალიან რთული არის რომ თქვა ვის შეხვდება რა, მაგიტო ყველაზე მეტად ვფიქრობ, რომ მაინც შეიძლება რომანიც იყოს რა. უბრალოდ რომანს ისე აქვს განცხადება გაკეთებული, რომ წინ იყურება. რომ დერიდერისკენ შეიძლება არც მოიხედოს რა, იმიტომ რომ ბონიკალი ეხა კი განცხადება იყო ასე შემდეგ, თუმცა რომანს არაფერს დიდად არაფერს არ აძლევს დერიდერს თუ შეხვდება რა, მაგას ენტონი ერნანდესი რანკინგის ამბავში ვიძახი. აი უკნი ბექსტეიჯიდანაც ენტონი ერნანდესი კი, აი ენტონი ერნანდესი სხვათა შორის. აუ რა ჩხუბი იქნება, ყველაზე ლოგიკური არის ენტონი ერნანდესს რომ შეახვედრონ რა. იმიტომ რომ ენტონი ერნანდესი ძალიან ოდნავ ქვევით არის რომანზე. და რომანისთვისაც ანუ ეხა წინ ვიტეკერს ვერ შეხვდება, ვიტეკერმა პირდაპირ თქვა უარი რა და სხვას ეხა ვის უნდა შეხვდეს ფიზიკურად ბოჰალიო, იმავოს, ანუ იმავოთან შეხვედრა არალოგიკური იქნება უბრალოდ რა იმავოს რო შეახვედრონ. ხო, მაგრამ დერიდერი სადაც ბონიკალს შეახვედროს, იქაც შეიძლება რომ იმავოსაც შეახვედრონ. არა მგონია. იმავოვი არ დაპაუსდება. იცი რატო გეუბნები, იმიტომ რომ პირველი ბრძოლა რაც ჰქონდა რა, იმავოვთან ისე დავთმეთ, რომ ფიზიკურად იმავოვი არ გამოხატავს. შენ მე დოლიძეზე მისაუბრე, მე გელაპარაკები დერიდერის მხრიდან. დერიდერს ვიძახი? ხო, ანუ მე დოლიძის მხრიდანაც ვიძახი, რომ რომანი შეიძლება ენტონი ერნანდესაც შეახვედრონ რა, მაგ მხრიდანაც ვიძახი. ნუ ნებისმიერ შეიძლება შეახვედრონ. კი, სხვათა შორის ძალიან კარგი წონა არის რა. და ერთად მოდიან ჩემი აზრით დოლიძე და დერიდერი კონტენდერების გასაცხრილად რა. კი, დერიდერზე ერთს ვიტყვი კიდე, რომ ძალიან არაფასებდნენ მაგ მებრძოლს UFC-ში რა, რაც გადმოვიდა იმის მერე, იმიტომ რომ ანუ ჯერო შეხედო რა, დებიუტიც ხო ისეთი არ ქონდა რა, მაგრამ მანამდე რა ვანში იყო ორი წონის ჩემპიონი წარმოიდგინე და მესამე წონისთვის იწევდა light heavyweight-ში და იქ უბრალოდ იმდენად დიდი სხვაობა იყო რა გაბარიტებს შორის, რომ ფიზიკურად მესამე წონის კამარი ვერ მოიგო, მალიხინთან წააგო და ფიზიკურად ვერ მოიგო, თორე ორი წონის ჩემპიონი იყო, ძალიან ისე მაგრად იცავდა კამარს და ასე შემდეგ და ბოლოს UFC-ში გადმოვიდა და მოკლედ ამის შემდეგ ბონიკალთან რაც გაიმარჯვა, მოკლედ დააფასებენ ამ მებრძოლს რა. გადავიდეთ მენიუენზე. გადავიდეთ მენიუენზე. ფიგერედო სენტეგენი. აი მანდაც როგორ არ მეგონა, იცი რომ ეგ უბრალოდ როზე ადრე დამთავრდება. ხო, აი მან მართლა სიმართლე გითხრა მეც decisions ვფიქრობ. ფიგერედო არის, რავი, რაღაცნაირად
ერთ ცალხაზად მიყვება უკვე ამ ფეხის სამიშენებს რა. კი. მაგას ცდილობდა მაგან თვითონ დაღუპა. გაიჭედა, ხო, გაიჭედა, დაზიანდა და კორი სენთეგენი მეტი რა უნდა და დაინახა თავი დანაყა. უდელს გამზადებული ედო თავი და სხვათა შორის კორიმ თანმანდ ქავსლა ისერიც გაუკეთა აქეთ ფიგერეტოს და დააზიანა მოკლედ რა ანუ ვერბალურად დანებდა ფიგერეტო რა ანუ იდეაში დანებება იყო რა მოკლედ ტექნიკურ ნოკაუტად ჩაიწერა და ერთი იმის თქვა მინდა რომ წინა პოდკასტში რასაც ვიძახდით რა რომ ფიგერეტო არის აი მართლა ნატურალურად flyweight-ი არის რა ძალიან პატარა არის ამ წონისთვის. მე ანუ პატარას ვიძახდი, მაგრამ ეხლა კორისთან ესე რომ ვნახე პირდაპირ ბრძოლაში, აი მართლა ძალიან პატარა არის, მარტო პატარაზეც არ არის რა, ანუ ჯანშიც ძალიან დიდი სხვაობა. ხო და ეხლა არ მგონია რომ კიდევ ვიღაც ტოპ კონტენდერი მიცენა. მე მგონია რომ ფიგერედოს ხედავ ალბათ რო ქვევით ჩავა ისევე. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ქონდა პიოტრიანმა ანუ დომინანტურად მოუგო სენთეგენმაც. კორი სენთეგენმა საერთოდ TKO-ი მოუგო. კი, და მე ხო, სხვათა შორის ერთი ეხლა გამახსენდ ფიგერედომ ბრძოლის შემდეგ თქვა რომ იყო მომენტები ორი კვირით ადრეო რა დაუზიანდიო. და მოკლედ ხო ანუ ხო ხტები ახლა მაგრამ მაინც სათქმელი არის რა ეხლა თქვა კაცმა დაუზიანდიო მოკლედ ხო იყო ერთი მომენტიო რომ მწვრთნელიც მეუნებოდა ოჯახის წევრებიც მეუნებოდნენ რომ არ გავუსულიყავიო მოკლედ რა საბრძოლო თან ეს ორი კვირა ბოლო ორი კვირა ისე ვიყავიო რომ დატვირთვას ვერ ვაძლევდი სპარინგებზეო ჩემ თავსო მოკლედ რა ისეთ დაზიანება მქონდაო და ესე გამოვედიო რა მოკლედ რა მაგრამ ეს გამართლება ნახდა და რა ხო მაგრამ მაინც მგონია რომ ფიგერედო უკვე ასაკში შევიდა flyweight-ის წონას ვერ აბარებდა ვეღარ აბარებდა რეალურად იფიქრა რომ bantamweight-ში შეეძლო ხო საქმე გაიმარტივა წონის ამბავში რა ტოპ კონტენდერებთან მაინც დიდია რა განსხვავება მონაცემებში ანუ იმაში არა რომ ვის უფრო ნიჭიერია და რაღაცა უბრალოდ გაბარიტებში აღარ არის ისეთ ასაკში ფიგერედო რომ რაღაცეები გადაწონოს რა მაგის მასკილებმა ზუსტად კი. მით უმეტეს უსქილოებს არ ეჩხუბება ეს ყველა ტოპ კონტენდერი პიოტრიანი შეხვდა და პიოტრიანი რავი ერთ-ერთი ტოპი არის ეხლა სენთეგენიც ეხლა ისე მოუგო ფიგერედოს რომ ძალიან ლოგიკური იქნება რომ მოითხოვს მერაბთან ბრძოლა. ითხოვს კიდევ ხო და ერთადერთი კაცი არის bantamweight-ის დივიზიონში ვისაც მერაბი არ შეხვედრია. კი ერთადერთი არის და რომ შეხვდეს გადაურბეს ალბათ აი გადაურბეს. ხო ის არ იქნება დასასრული მეც დარწმუნებული ვარ მაგაზე. მერაბს ერთი ჩართვა გავაკეთოთ მაშინ მერაბი ახან ვახსენეთ აი მერაბზე მგონია რომ ახლა ამჟამად არ არსებობს ტოპ 15-ში მებრძოლი რომელიც საინტერესო ბრძოლას შესთავაზებს მერაბს პიოტრიანის გარდა და პიოტრიანსაც დარწმუნებული ვარ რომ ისევ მოუგებს შეიძლება უფრო მეტადაც იმდენი ხანი გააწელა ალჯოს კამარმა ეს პროცესები რომ ყოველას ხო ყოველას თან როგორ არ გადაურბინა ყოველას რა და საინტერესო არა იქნება მერაბისთვის შემდეგ იმიტომ რომ მე მაინც მინდა რომ მეორე წონისთვისაც გაიწიოს უბრალოდ ვოლკზე ისე აქ ნათქვამი მერაბს რომ მე ვარ რესპექტებ ხო ევლოებმა რომ მოუგოს აი ევლოებმა რომ მოუგოს აი უკვე ძალიან საინტერესო იქნება აი ძალიან ზედა წონის გამოსვლა და ევლოებსაც დარწმუნებული ვარ რომ მოუგებს ანუ შოვნომალის მოუგო უკვე ხო ისე დარწმუნებულები ვართ რომ ხო ყველაფერი ხდება რა აი ხო ყველაფერი ხდება მართლა რა მაგრამ აი ძალიან მინიმალური არის რომ შონმა მოკლედ მოუგოს მერაბს რა გადავიდეთ კი pay-per-view event-ი წამოგვეწია ამასობაში კვირას გამთენიას გვაქვს UFC 315 სადაც ორი საჩემპიონო ბრძოლა იქნება სხვათა შორის main event-ი გვაქვს ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენა რაზეც ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ხო რაღაც აღნიშნავ რა სანამ გადავალთ უშუალოდ კონკრეტულად მაგის ლაპარაკზე რომ ჩვენთვის ქართველები შეიძლება ვიგულისხმოთ საერთოდ UFC ფანებისთვის MMA-ის ფანებისთვის უბრალოდ pay-per-view event-ი არ არის რა ეს. კი, ძალიან ბევრი ამის გადამწყვეტია კი. და რა მე ნახავთ ბოლოსკენ. ამ pay-per-view event-ზე ასე ვთქვათ არის დამოკიდებული მახაჩევის პასუხი მოკლედ რა. რა იქნება? ხო, ბოლოსკენ გადავიდეთ მოკლედ მაგაზე რა. მანამდე მიმოვიხილოთ უცებ. კი, ბრძოლებიც გვაქვს. ხო, main event-ი მოკლედ ბელალ მუჰამედი დელა მადალენა გვაქვს და ქალების flyweight-ის კამარით თამაშდება შევჩენკო, ლეგენდარული შევჩენკო, მანამ ფიოროს წინააღმდეგ მოკლედ და დავიწყოთ main event-ით რა. main event-ი კიდე main card-ით რა. ამ ბენუა სენდენიზე მინდოდა ძალიან ბევრი საუბარი რა. ბენუა სენდენი მოკლედ შორტ-ნოთისზე ჩახტა. და პრიპოლეჩს ეჩხუბა. ბენუა ჩახტა შორტ-ნოთისზე? უბრალოდ ბენუა კი არ ჩახტა, პირიქით ჩაუხტნენ. ხო, ჩაუხტნენ.
ხო, იმიტომ რომ ბენუას ჩანიშნული ქონდა ბრძოლა ალვარესთან და ეგ ბრძოლა დაკენსელდა და short notice-ზე მერე ჩაანაცვლა მოკლედ კაილ პრიპოლიჩმა. ძალიან საინტერესო კაცი ბრუნდება ოქტაგონზე რა. მებრძოლი, მეომარი, ომში, ომაგამოვლილი. ზედიზედ მარცხების შემდეგ დასტინ პორიესთან, რენატო მანი მოიკანოსთან, თან ორივე ჯერ ბრუტალურად დამარცხდა. ძალიან ცუდა. თან მოიკანოსთან საფრანგეთში დამარცხდა და იქ იყო ყველაზე ცუდი რა. და ჰაიპი აქ რა, ბენუას აქ ქონდა მანამდე პორიესში ახვედრეს, ან მოიდგინე ხა როგორი იყო და ანუ იმდენად დიდი განაცხადი იყო ბენუასთან მოგება პორიეს, რომ ეგრევე მახაჩემთან გაუშვეს კამარზე მერე დასტინი და ბენუაზე მოკლედ ერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ასე ვთქვათ როგორ ანუ არ მინდა რომ შეურაცხყოფა მივაყენო მის სტილს, უბრალოდ ცოტა ხისთავიანი არის ხოლმე ბრძოლაში, იმიტომ რომ პირველივე რაუნდებში დებს ყველაფერს ხოლმე არ იტოვებს საერთოდ, ანუ პირდაპირ ჩათვალე აი სადღაც იბრძვის ბრძოლის ველზეა ომში არის და ეგრე შედის რა. ხო, ანუ ეგ ფსიქოლოგია აქვს, რომ ან უნდა მოკვდეს, ან უნდა მოკლას რა. და ვაფასებ მე ესეთ მებრძოლებს, იმიტომ რომ ჰაიპის ამბავშიც ახლა რომ მოვიდა UFC-ში ძალიან ბევრი ფინიშით მოგება ქონდა, ბრუტალურად იგებდა სულ ბრუტალურად იგებდა და ლამაზად კი ძალიან კარგი გრეპლერიც არის სხვათა შორის და ძალიან კარგი ფეხსაც ძალიან კარგი არის რა. იქ დასტინ პორიესთანაც ახლა პირველ რაუნდში აი სერიოზულად ცემა რასაც ქვია რა, პორიე მაგრად ცემა, უბრალოდ პორიეს სადაც არ უნდა აყვე ადამიანი, იქ რო აყვა. თან მაშინ არ იყო ოპტიმალურ ფორმაში ბენუას ენდენი, იყო საუბარი რამდენიმე კვირით ადრე ბრძოლამდე, რომ დაზიანებები ქონდა, თან ისეთი დაზიანებები, ანუ მცირე და დრო არ გადაივიდა და უბრალოდ მაგ ჩხუბის დაკენსელება, ეხა გამორიცხული იყო პორიესთან ჩხუბის შანსი, რომ აქ მით უმეტეს ბენუას ენდენი არ იყო მაშინ ტოპებში. მეორე კონტენდერი ხდებოდა ეგრევე. ხო, ეგრევე რა. უბრალოდ არ წავიდა ყველაფერი. ისა რენატო მანი მოიკანო, ხო საერთოდ გეკმები ჩამოუშალა მე. მაგრამ ძალიან მაგარი მებრძოლი არის ბენუას ენდენი. არის ჩემთვის რავი, ერთ-ერთი ყველაზე აი სიმპათია ვის მიმართაც გამაჩნია რა მებრძოლების მიმართ, აი რო სიამოვნებს ყურება. აუ იცი, როგორ ველოდები მართლა აი ბენუას აღმასვლა მინდა რომ თავიდან დაიწყოს ისევე, აი ძალიან გულშემატკივრობ მართლა ამ მებრძოლს, იმიტომ რომ მაშინაც რა ბოლო ბრძოლაში, ანუ პატარ-პატარა შეცდომა დაღუპა პორიესთანაც, აი მაგ ხისთავიანობამ რა. და მოიკანოსთანაც, აი წააქცია რა მოიკანომ რა და ზურგი მიცა, მაუნდზე დააჯინა, რავი, ანუ ყველაფერი მისცა მოკლედ და ძალიან აი მე ბოლოს დოქტორ სტოფეიჯით გაჩერდა მოკლედ ეგ ბრძოლა და კიდე კაი გაჩერდა, თორე არც ერთი თვალიდან საერთოდ ვერ ხედავდა და მეორე თვალიდან რამეს თუ ხედავდა არ ვიცი. თან მეორე რაუნდი მაგ თვალით მოიგო. ეგა მთავარი. და მოკლედ მაგარი კაცია მართლა რა. ბრძოლის სული აქვს რა. თან მაინც ეს ბექგრაუნდი საიდანაც მოდის და აი ეს special force-დან MMA-ში გადმოდის და საბრძოლო იქ მას ყველაფერს თავს ამ იმაში რაღაცნაირ სიმპათიას გიჩენს თავიდან, იმიტომ რომ კროკოპი რო იყო. ხო. ზუსტად იგივე რაღაცნაირი storyline-ი აქვს რა. კი. და ძალიან ასწორებს ესეთ ტიპების ყურება. მით უმეტეს რომ იცი რომ იქ გადაცივს სისხლიანა ტიპებს კლავდა და ეხა ოქტაგონზე შედიხარ მაგასთან და storyline-ია. ხო, ანუ ადამიანია, რომელსაც მართლა ბევრი ხალხი ყავს დახოცი და გინდობს ეგ. იმენა ეგ თემა არის და გადავიდე, ხო, ფიქი მითხარი შენ. ფიქი, მე როგორც უკვე გითხარი. ფიქი მოიგებს ეხა ვისაც ფიქრობ, მაგრამ კონკრეტულად ჩაუღრმავ. უფრო ჩაღრმავება გინდა, მე იცი როგორ გეტყვი. სენდენი თუ იგებს აუცილებლად ფინიშით და აუცილებლად იგებს ხოლმე, სამშენ ძალიან მარტივად, ანუ ძალიან ისე არის რა, ლაითად აქვს ესე რომ ვთქვა და მე მაინც მგონია რომ KO-თ ბენუა მოიგებს რა. თან მით უმეტეს გავითვალისწინოთ რომ short notice არის მოკლედ მეორე მებრძოლისთვის რა. მაგრამ იმასაც დიდი შანსი აქვს ეხა. კი, ის მართლა კარგი მებრძოლია, ისიც კარგი მებრძოლია, უბრალოდ მე მაინც მგონია რომ short notice ძალიან ბევრს ნიშნავს რა, ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა კონკრეტული მებრძოლისთვის, მაგრამ სხვათა შორის ბენუასთვისაც რომ ემზადებოდა ალვარესისთვის და ეხლა უშუალოდ გადაწყობა უწევს, იმიტომ რომ ეხლა მაინც სხვაობა არის რა, ეხლა მებრძოლებში ყველას თავისი მომზადება ჭირდება და მაგდან გამომდინარე საინტერესო matchmaking-ი არის, მაგრამ მაინც გონია რომ KO-თ ბენუა წაიღებს. ბენუას ენდენი ვადამდელი გამარჯვებით. კი, სამმოგებიანი წაგება უკვე ძალიან ბევრი იქნება. გადავიდეთ მე შემდეგ. უცბად მინდა რომ გავიაროთ გრასო ჩხუბობს კიდე ყოფილი ჩემპიონი რა. საკმაოდ
კარგი მებრძოლი არის მექსიკელი. და გრასოზე რა ერთი ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგრად მოიგო კამარი. შევჩენკო ყველას რო იგონა რომ დაუმარცხებელი იყო ვალენტინა. ბოლოს იცი როგორ იყო ვალენტინა, რომ ანუ თავისთვის რაღაც ახალ რაღაცებს იგონებდა ბარიერებს ხოლმე მებრძოლებთან რა. აი მაგალითად ეხა ბოლოს გრასოს რო ეჩხუბებოდა, მეორე ნომრად დაიწყო ჩხუბი სპეციალურად, იმიტომ რომ ანუ რაღაცებს ანუ როგორ ვთქვა რა, ჟარგონს ვიხმარისავ, მუღამი აღარ ქონდა მოკლედ რა. და მაგიდან გამომდინარე მოკლედ საბმიშენით მოუგო თან ვალენტინას გრასომ და საკმაოდ საინტერესო არის ნატალი სილვას ხვდება და მე მგონია რომ გრასო აქ მოიგებს. ანდერდოგია სხვათა შორის ალექს გრასო არის ანდერდოგი, მაგრამ მგონია რომ ანდერდოგი სახში წაიღებს. ნატალია სილვაც არ არის ცუდი მებრძოლი, ახალგაზრდა არის, თან პროსპექტი არის, ერთ-ერთი ყველაზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველება. რა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველება, რომ ძალიან საინტერესო ბრძოლაა და ალექსა გრასოზე რავი რანაირად უნდა თქვა სადაც იმ ვალენტინა შევჩენკოს მოუგო ყველგან ესე იგი ყველასთან შეუძლია მოგება გეთანხმები. საინტერესო ჩხუბია ძალიან ეს გამოკვეთილა და თუმცა ნატალია სილვაც არ არის ცუდი მებრძოლია და კი, კარგი იქნება. მე უბრალოდ ანუ ბევრი ადამიანი ქალების ჩხუბის ფანი არ არის, თორე ხანდახან არის საინტერესო. მაგიტო ესე უცბად მიმოვიხილოთ, ხო, უცბად მაგიტო ვთქვი. რატომ მიმოვიხილეთ? აი, ქალებიდან რა ერთ-ერთი ყველაზე მეტად ვინც მიყვარს რა, არის ამანდა ნუნეში, რომელიც შეიძლება დაბრუნდეს. მე მოკლედ მაგაზეც ვისაუბრებთ რა. მე როუსი მეოსევა ძალიან. რონდა? არა. ნამანოიას. აუ ძალიან მეოსე. აუ ტრეისი კორტესი. არა, ტრეისი რა არისო, მაშინ როცა როუზი იყო რა, როუზი რავი. ნამაიუნასი? ხო, სხვათა შორის ერთმანეთთან აქვთ მაგათ. ნახევარი და ნამაიუნასმა გადაუარა ტრეისი კორტესს. გადავიდეთ მოკლედ, ქალებს მოუშვერდეთ და კაცებს დაუბრუნდეთ ისევე. დაუბრუნდეთ. კაის არაფერს მოგიწევ. ბიძი. დაუბრუნდეთ ერთ-ერთი ლეგენდა მაგრეგორმა რო აი წამებში რო გათიშა, ლეგენდა არის აქ. ბენთემვეიჩი მოკლედ ჯოზე ალდო ზაჰაბის ეჩხუბება და აქ იცი შენთან მაქვს ერთი კითხვა რა. შენი აზრით აი ეს ბრძოლა ხო არ არის რომ ძველ თაობას ანაცვლებს ახალი თაობა შენი აზრით? ნუ ახალი თაობა და ახალი თაობა არა, მაგრამ მომავალი ახალი თაობა ზაჰაბის სახით. რამდენი წლისა ზაჰაბი იცი? არა, ვიცი, მაგრამ მაინც არა, ნახე ჟოზე ალდოზე გეუბნები რომ წასვლის ამბავში რა. ჟოზე ალდოს წასვლა არც ისე შორსა ეს. ხო, ფინალში ვართ უკვე გასულები. გასულები ვართ უკვე ჟოზე ალდო მალე წავეგნო მგონია, მაგრამ ზაჰაბიც. ზაჰაბი არა, პატარა. მაგას არ ვიცი. პატარა არის, მაგრამ დიდად არა. ხო, 37-ის არის ზაჰაბი. ალდო არის 38-ის. ხო. თორე ზაჰაბის აქ 5 მოგებიან სერიაზეა. მაგიტო ვიძახი ჩამნაცვლებ, ანუ ცოტა ვერ დაგილაგე აზრი. ხო, ერთი რაღაც ის ვიცი რომ ეს ჩხუბი მინიმუმ 2.5-ზე მეტი. არა, 3 ეგ ხარ. არა, ეს მატენი. მგონია რა ადამიანდელი არ იქნება, ადამიანდელი გამარჯვება ამ ბრძოლაში. ხო, მეც ეგრე მგონია. ესეც სავარაუდოდ ესენით გადაწყდება და იმედი მაქვს რომ მაინც ალდო მოიგებს. კი, ალდოს ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ, ყველას უყვარს მოკლედ, მაგრამ რავი, ანუ შენ ხო, მაგრამ ზაჰაბი ისეა რა, სტრიკი მაინც ბევრს ნიშნავს, რაღაც სტრიკზე რა ხარ. ზაჰაბის გრეპლინგი, მაგრამ გრეპლინგი ხალდოსთან მე ერთადერთი კაცია, ვინც მერაბდვალიშვილმა ვერ წააქცია, ხო. ამიტომ გრეპლინგით მოიგებსო, რომ თქვა, ვერ იტყვი მაგას რა, უფრო წავა მოკლედ ტაქტიკურად ფულების დაგროვება. და რავი გზაში რომელიმეს თუ შემოეთიშა, მე ეგეც შეიძლება, თუმცა მაინც decisions ვფიქრობ რა კი, 2.5-ზე მეტი. მოკლედ კომეინზე გადავიდეთ ქალებს ვბრუნდებით ისე ვალენტინა შევჩენკო, ეს ლეგენდა ქალი არის მოკლედ რა, ის რომ მოიგო მექსიკის ქარდზე, მე რაბთან ერთად რო კამარი მოიგო, ეგ იყო სასწაული რა, ვალენტინა ძალიან მაგარი არის, უბრალოდ ხო, ერთად რო ცეკვავენ და მოკლედ. ალექს პერეირო შეუღე. პოატან და ეჩხუბება ძალიან მაგარ ქალმებრძოლს მანონ ფიოროს და ვალენტინასთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რა უხერხული მეტოქე მგონია რომ იქნება. თუმცა მგონია რომ შევჩენკო ჭიდაობას აურევს აუცილებლად. შევჩენკო არის ერთ-ერთი გოუთი რა.
ქალების აი MMA-ში. flyweight-ის გოუთი ნახდა და ის ტრილოგიაში ალექსეგრას საბოლოოდ მაინც მოუგო ბოლო. მოუგო. დაიბრუნა კამარი 2 წონის ჩემპიონი. კი. შევჩენკო მართლა ფენომენალური. და underdog-ია სხვათა შორის, ხო იცი? შევჩენკო? აი, ეგ არ ვიცოდი სხვათა შორის. ანუ ასაკ შორისაც არ არის. ეგ სხვა ორივე ვეტერანად შეგვიძლია ჭავტვალოთ. ერთი წელი ამ შორისაც ხო 38-ის არის მე მგონი შევჩენკო. ფიოროს უბრალოდ ის არის, რომ კარიერა შექვს ერთი წაგებ. მანონ ფიოროს. 2 წლით დიდი არის შევჩენკო. 37-ის არის შევჩენკო და 35-ის არის ფიორო და ფიორო მოკლედ ძალიან მაგარი სტრიკით მოდის ასე ვთქვათ რა, ერთი წაგება აქვს ულ კარიერაში. ხო და 5-0-ზე აქვს UFC-ში, თუ 7-0-ზე აქვს UFC-ში, მგონი თუ ნულიანი UFC-ში ნულიანით არის და მოკლედ შევჩენკოსთვის მართლა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რა საინტერესო არის რა, ეხლა საყურებლადაც მე და შენ რო დავჯდეთ ესე კარდი რო გვაქვს და ასე ვთქვათ, ესეთ ბრძოლას რო უყურებთ კომბინად, მართლა კარგი იქნება შევჩენკოს და ფიოროს ბრძოლა რა, ამის თქმა მინდა. მაინც მგონია რომ შევჩენკოს დრო წასული ჯერ არ არის, მგონია რომ დომინანტია. მithumetes გამოცდილება რა, 5 რაუნდიან ბრძოლაში. კი, აი შევჩენკოს შეუძლია ყველანაირად, შეუძლია ვადამდელითაც დაასრულოს ბრძოლა, შეუძლია decision-ითაც მოიგოს და მაგიტო ვიძახი რომ არევა შეუძლია. მიეცი საშუალება რა შევჩენკოს რომ ბრძოლა თვითონ წაიყვანოს და მაგაში არის ყველაზე გამოსილი მე მგონი რომ ბრძოლა თვითონ თუ მიყავს რასაც უნდა იმას მორჩენ ხო მაგას ვიძახი რა ანუ და ფიორო მიცემ შენი აზრით მაგის საშუალებას ისიც ძალიან მშიერი არის და იცის რომ დრო ცოტა რჩება რა აუ იცი მაგაზე რას კეთყვი ახ ქალებიდან მოვიყვან ერთ მაგალითს რა აი ჟენგს რო ეჩხუბებოდა ტატიანა სუარეს ის საერთოდ დაუმარცხებელი იყო და იმაზე მშიერი მე არ ვიცი რა კიბო დაამარცხა ტიპმა რომ მე კამარზე ეჩხუბა და ანუ მაგაზე მშიერი მართლა რავი არ ვიცი რა ვინ იყო და ჟენგთან გამოვიდა ჟენგი ზუსტად შევჩენკოსნაირად ესეთი გამოცდილი მებრძოლი არის დაღვინებული ჩემპიონობაში და ნუ მოკლედ ყველაფერი გაუკეთა ჟენგს რაც უნდა და გაანადგურა და ამიტომ ესეთი ვეტერანების როგორებიც არიან ვალენტინა შევჩენკო, ჟენგ ვეილი და ასე შემდეგ მაგათი ჩამოწერა არ შეიძლება. მეც მგონია რომ ვალენტინა შევჩენკო ამ ბრძოლას წამოიღებს და ამ underdog-ის სტატუსის გაგვიმართლებს მოხდება. კი, აუცილებლად უნდა მოხდეთ. მანონ ფიოროს ვაფასებთ, მართლა კარგი მებრძოლია, უბრალოდ მგონია რომ შევჩენკო ის ადამიანია, რომელიც მოგებით წავა და ისე დაასრულებს კარიერას. ჩემპიონის კამარს ესე აიღებს და ხელთათმანებს ხოდებენ. ხელთათმანებთან ერთად კამარსაც დადებს და წავა. მე ეგრე მგონია რა. გადავიდეთ მეინივენტზე. გადავიდეთ მეინივენტზე. ბელალ მუჰამედი ჯეკ დე ლა მადალენას წინააღმდეგ. ბელალს სხვა მებრძოლი ყავდა მადალენამდე, თუმცა შავკატი ყავდა. ჯერ ბელალი ჩაიხსნა მანამდე. მე შავკატი ჩაიხსნა და მოკლედ საბოლოოდ ბელალის და ჯეკ დე ლა მადალენას წყვილი მივიღეთ რა დაპირისპირება და საკმაოდ საინტერესო არის განსაკუთრებით ქართველებისთვის. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც წდება აქ რა. მოგახსენებთ მეგობრებო რომ ეს არის lightweight-ზე ერთითზე დაწონა lightweight-ი სადაც ილია თოფურია ითხოვს რომ შეახვედრონ ისლამ მახაჩევს, იქიდან ისლამ მახაჩევი ფიქრობს რომ ამოვიდეს ამ წონაში, უბრალოდ მათი ურთიერთობა მახაჩევის და ბელალ მუჰამედის ურთიერთობა იმის საშუალებას არ აძლევთ რომ ამოვიდეს ეგრევე და ერთმანეთს დაეტაკნონ და იდეაში ხდება ისე რომ ამ ბრძოლაზე არის დამოკიდებული ისლამ მახაჩევი რაც გადაწყვიტავს სამომავლოდ სად იბრძოლებს გაიქცევა ილიას თუ არ ექნება გაქცევის შანსი აქედან ბელალ მუჰამედმა ბოლოს კი შეუნთო რომ მე აი ეგ უნდა მეთქვა სხვათა შორის რა იქ განცხადება ხო ნახე რომ მე კამრის garaში არ ვბრუნდებიო დაეთანხმო მაგ ბრძოლას რა უთხრა და ცოტა ისეთი ნათქვამი იყო რა ეხა წარმოიდგინე რა რაღაცნაირად რომ ანუ მე შეიძლება ისეთი ნათქვამი იყოს რომ მაგის გამო იჩხუბო აი ზუსტად რა და თან ყოველთვის აღნიშნავს ბელალი არ ვიცი დაკვირვები ხარ თუ არა ყოველთვის აი ამ ჩხუბი რო არ იქნება ბელალს და ისლამს შორის ამას ყოველთვის იძახის რომ ბელალი იძახის რომ მე არ მინდაო რომ ვეჩხუბო ისლამისგან მე მსგავსი ანუ ისლამისგან მე მგონია რომ ისლამს რო შესთავაზონ და ბელალი რო დაითანხმონ ისლამი იჩხუბებს მაგაზე მე მგონია რომ ბელალს ეჩხუბება რა კი ანუ ისლამს არ აინტერესებს თან ეხა აი ანუ იზი ვინია რა ისლამისთვის ანუ იმდენად დიდი არის ჯერ მარტო lightweight-ში არის დიდი ბელალზე და ისედაც ეხა სპარინგებზე და რაღაცებზე სულ ერთად არიან ერთმანეთს იცნობენ ეხა ბელალმა რაც უნდა იცოდეს ისლამ მახაჩევისნაირი გრეპლერი საერთოდ არ არის არც ფეხზე ვერ ჯობია და მოკლედ რა ასე შემდეგ და
მოდი ახლა ცოტა ორი სიტყვით ჯეკ დელამადალენასაც შევეხოთ და მე ილიას ამბები გავაგრძელოთ, დავაგვირგვინოთ მაგითი რა. ბოდი სანამ ჯეკ დელამადალენაზე გადავართ, გამოჩა დერიდერზე მეთქვა, ეხლა წონაზე გამახსენდა რა. რაჭი და დერიდერს ნახე წონის შაბარების მომენტში. რა პრობლემები ხო, პრობლემები ქონდა ძალიან. ხელათი მძიმე გამოვიდა მე. ტანზე ხო შეაყვე როგორ იყო ზუსტად აი ეს რაც აქვს მაგიტო აქ რა შეიძლება დაღესტანელებთან ჩხუბმა ეს ჩამოუყალიბა და ისლამ მახაჯოდეს ახლა მაგიტო ლაპარაკობ და ბელა მუჰამედის ეგრე აკეთებს რომ იმდენს იმატებენ ამ წონის კლების შემდეგ რომ ამ ჩაოლებრივად გადიან ჩაგრავენ რა ამ წონის ხარჯზე იგივეს აიზამს ეხლაც ბელა მუჰამედი იგივეს შვება ყოველთვის ისლამ მახაჯევი ისლამი და ხაბიბი რო შვებოდნენ ეგრე მე მგონი არც ერთი არ შვებოდა მაგას რა და ჯეკზე ილაპარაკე და კი ჯეკზე მოკლედ ჯეკ დელამადალენა არის ერთ-ერთი საუკეთესო ნუ შეიძლება საუკეთესოც იყოს ველტერვეიჩის სტრაიკინგის კუთხით რა თვითონ ბოქსის კუთხით რა კი ძალიან მაგარი კრივი აქვს ძალიან მაგარი ჯეკს უბრალოდ ერთი თემა რაც არის რა რომ გრეპლინგის კუთხით takedown defense-ი კი ბატონო კარგი აქვს უბრალოდ იცი როგორ არის ახლა მთლად რავი როგორ გითხრა რა მთლად ისეთი გრეპლინგი არა აქვს რომ მარტივად მოერევი რა ქვევით მაგრამ ისე არის ახლა ბელალი დაჩაგრავს რა ბელალი დაჩაგრავს უბრალოდ ფეხზე ბელას უყვარს სხვათა შორის შუბი რა შონ ბრეიდისაც ტექნიკური ნოკაუტით ფეხზე მოუგო და სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებოდა შონთან ბელალი და ისედაც რავი ახლა ლეონთან როგორც გამოვიდა ბელალი მე მგონია რომ ეგრე გამოვა ჯეკთანაც და აი ეგრევე ფეხებში წავა რა ეგრევე ფეხებში წავა და იქიდან ჯეკს ადგომა ძალიან გაუჭირდა მით უმეტეს ჯეკს არ აქვს 5 რაუნდიანი არასდროს ნაჩვენები კი ეგეც არის და თან კიდე რა აი ესეთი რაღაცე მსგავსი რაც ჯეკს მოუვიდა ეხლა მთავრდება ცუდად ხოლმე რა პრატესს მოვიყვან მე მაგალითად ჯეკი ეჩხუებოდა მოკლედ აუ ისე ჩხუებოდა კი არ მახსოვს ლეონს ეჩხუებოდა ლეონ ედვარდს ეჩხუებოდა ისე მოხდა რომ უცბად მოხდა საქამრო ბრძოლაზე რა და მსგავსი სიტუაციები რო გავიხსენოთ ბოლო პერიოდში იყო პრატესი რომელსაც ბრძოლა გაუფუჭდა და ეგრევე ზედას შეხვდა და ადრე იყო მაგას შევთავაზეთ რომ ადრე იყო რომ მსგავს კონტენდერს შეხვედროდა და წააგო დათმო მანი მოიკანო ერთ-ერთი იყო კიდე რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა აი მანი მოიკანო კამრის ხუზე აღმოჩნდა შემთხვევით თვითონაც რო არ ელოდა ხო იგივე ივენტზე ხო უცბად ამოსვეს დარიუს ჩაუკუჭეს ფული და მოკლედ მოიკანო აჩხუბეს და ჯეკისთვისაც მგონია რომ ჯერჯერობით ადრე არის საქამრო ბრძოლა მე მგონია რომ აქ ტესტები არის გასავლელი რა ჯეკისთვის და მგონია რომ ბელალი მოკლედ წინა პოდკასტებში სულ ახსენებდი რომ ბელალი მეთქი მარტივად მოუგებს ხო და მართლა მარტივად მოუგებს რა მე გადაწყვეტილი ხო გადაწყვეტილებით აუცილებლად დელამადალენას ვერ გათიშავ კარდიო შესანიშნავი აქვს ბელალს ვიცით კონტროლი შესანიშნავი აქვს კიდაობა შესანიშნავი აქვს და კი ერთი ჯეკ დელამადალენაზე კიდე სტრაიკინგის კუთხით ერთ რო დავამატო ერთ ბრძოლას გავიხსენებ იყო გილბერტ ბენსს ეჩხუბა იქ სხვათა შორის ბენსი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მაგრამ აი მადალენას უყვარს ძალიან როცა ყველგან ამუშავებს მებრძოლს ტანში ტანში მაგრად უყვარს თან ხელით მუშაობს ფეხითაც მუშაობს მაგრამ სულ ხელით მუშაობს ძირითადად და ბოლოს იქ მუხლი რო ამოარტყა აი ეგ იქნება პლუსი მაგალითად ჯეკ დელამადალენასი აქ რო ბელალი წასული ფეხებში შეიძლება მუხლი დაახვედროს რა და ძალიან ბრუტალური მუხლი აქვს ძალიან ცუდი მუხლი აქვს კი მუხლი აქვს ისეთი რომ კარგ მდგომარეობაში მყოფი გილბერტ ბენსი ერთი ამოარტყა და როგორ გადაყირავდა იცი აი მორჩენილი იყო მანდ რა მეოთხე რაუნდში და მოკლედ საინტერესო ბრძოლა იქნება ისეც ვერ ვიტყვით რომ ბელალი ახლა 100%-ით იგებსო მაგრამ მე მაინც მგონია რომ მარტივად მოიგებს და ბოლოს ისე მორჩება ეს ბრძოლა ბელალი დაიწყებს კამარს ჩაინიშნება ჩვენი სანატარელი აი ეს წამზომი რა აი მე დარწმუნებული ვარ რომ აი იქ დენაუაიც სადღაც წამზომი აქვს გაშვებული და 11 მაისს აი ეს მეინ ივენთი რომ მორჩება ისლამ მახაჩოს ამოეწურება ეს წამზომი და ჯიგარო ანადი ჯიგარო ადიქი ხა ან ზევითადი ან დარჩიო ეტყვის და შეხედეო კაცო კამარი დათმო ეგრე რომ არ შეეყო დივიზიონი შენო რატოინც იმენა იქნება ზუსტად ბოლო ისლამ მახაჩო მოგმართა ხო პირდაპირ ground and pound podcast-ის ეხო ეგ ჩხუბი არ ჩაშაო რა ხო რა
აი მართლა მინდა რომ არ ჩაიშალოს ეგ ბრძოლა. უბრალოდ იცი რა არის ჩვენ ხ ქართველები ვართ, რა თქმა უნდა ილიას მხარეს დავიჭერთ ყოველთვის ყველგან, უბრალოდ ისლამის კუთხიდანაც რომ შევხედოთ მაგ ამბავს რა. ბანე მოდი გადავიდეთ ესეთ თემებზე რა, ცოტა გავშალოთ. ისლამის კუთხიდანაც რომ შევხედოთ ამ თემას, მართალი არის თავის გაგებაში, ასე რომ ვთქვათ რა, იმ კუთხით რომ მოიგოს რა, მოდი ესე ვთქვათ. აი მაგის. და ვის უნდა იჩხუბოს სხვას? სხვას ვის უნდა იჩხუბოს და რავი, ალბათ ზედაწონაში უნდა წავიდეს და ეს ბელალთან რაღაცები უნდა დაწოს. ვერ მიდის აშკარად. ხო, აი მაგ ამბავს ვიძახი რომ ბელალი უნდა ბოლოს იჩხუბა მერაბ დვალიშვილთან ერთად იანვარში. ხო. და იმის მერე არ უჩხუბია, არც არაფერი არ ნიშნება. დრო გადის, ხო? კამარი უჭირავს. უვლის ფერმას თავის. ხო, კამარი უჭირავს. ეხლა თუნდაც ჯეკმა რომ მოიგოს. რამდენი ხანი უნდა იყოს კიდე პაუზით? ისლამ ახაჩევ. ხო. ანუ ამას ვიძახი რა, არაფერს არ აძლევს და მაშინ ორი ქამრის დაცვა აქვს ალექს ვოლკანოვსკისთან. ხო, მაგას ვიძახი. და ერთი ქამრის დაცვა აქვს short notice-ზე რო ახსენეთ წეგან, მანი მოიკანო რომ ჩავხტა რა. რეალურად დამარცხებული ყავს პორიე. პორიე ყავს დამარცხებული. ხო, პორიე. ლაითიდან. და ოლივეირას მოუგო, ხო? ნუ ოლივეირას კამარი მოგო მე დაცვაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. ხო და რავი, არ არის რა მესმის ახლა რომ 4ჯერ ტიტულის დაცვა არ არის პატარა საქმე და პირველ ჯობში ალექს ვოლკანოვსკისთან მაგრამ გაუჭირდა, მაგრამ მგონია რომ ილია თოფურია იქნება ის, ვინც ანუ ხო გააჩნია ვისგან მოგაქვს მეორე წონის კამარი რა, ესე დომინანტია. აი, კარგი ილია იმსახურებს მაგ სტორილაინს რა, ეკუთვნის რა. კი, და მე ერთს დავამატებ კიდე რა, ილიას იმხელა ეგო აქვს, რომ სულ ისლამი გაიქცეს ველტერში წაყვება. აუცილებლად 3 წონის ჩემპიონობას გაიფორმებს. მინა მოსიარულე აურა. კი, აი აურა ფარმინგ. ილიაზე არის. ჩვენ კიდე ანუ ქართველები კიდე ვერ ვხვდებით რა, ანუ განაისრო ჩვენი ბრალია რო ვხვდებით, გაუცნობიერებელია ეს თემა. ხო, იმიტომ რომ ქართველია და გინდა არ გინდა მაინც გულ შემატკირო ყველანაირად რა. აი, კვარა რო აიღო თუნდაც რა, ეხლა ცოტა ფეხბურთზეც გადავიდეთ, იმიტომ ფეხბურთი მაგრად გვიყვარს. კვარაზეც რო ავიღოთ რა, ვერ ვხვდებით ფიზიკურად აი ამ ქართველ სპორტსმენები ამ საერთაშორისო ასპარეზზე რო არიან ესე. ვერ ვხვდებით გაუცნობიერებლად რამხელა ვარსკვლავები. ხო, მართლა როგორი საფეხბურთელები არიან. კი, თუნდაც ილია არის მარტო MMA-ში, ზოგადად არის სპორტში არის მოვლენა, ყველანაირ სპორტში არის მოვლენა, რომ ესე მაგრეგორის მერე ესეთი ადამიანი არავიზე ნაკლები ჰაიპი არ აქვს, ილიას აწეული და არავიზე ნაკლები პოპულარობით არ სარგებლობს UFC სამყაროში. თანან როგორ არის, იცი აღიარება მარტო ხალხისგან კი არა, თვითონ UFC-სგან მებრძოლებზე ყველასგან მოპოვებულია. ანუ სად გინახავს, მოდი აი ესე გეტყვი, რომ მებრძოლი ადიოდეს ზედაწონაში და თავის კანონები ქონდეს, დააკანონოს, რომ ანუ მე ინტერიმზე კი არა აუცილებლად უნდა ვიბრძოლო ან ვაკანტურ კამარზე, აუცილებლად უნდა ვიბრძოლო undisputed კამარზე რა და სად გინახავს ეხა მსგავსი რაღაც და თან ანუ UFC-ც ეგრე არის, ანუ ძალიან უფრთხილდება ილიას რა, ხვდებიან ვისთან აქვს საქმე და ძალიან მე დარწმუნებული ვარ რომ დანა ვაითი ცდილობს მაქსიმალურად რომ ეგ ბრძოლა ჩანიშნოს, უბრალოდ ფიზიკურად დაღები ისეთი ხალხი არიან, რომ თავისი გატანა უნდათ, ხო, რა, ეგეთი რაღაც, იმათაც თავისი დეინამ ჩანიშნა ხა კანელოს და კროუფორდის შხობი თვითონ არის პრომოუტერი და დარწმუნებული ვარ რომ მაგრად არ აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოქსი ბევრად უფრო შემოსავლიანი. არა და კანელო ეხა ხო, წარმოიდგინე. კანელო კროუფორდის შხობი საერთოდ არ აინტერესებს, ეხა ეს შხობი რო ჩაანიშნი რა მეტია და არა. რა პრომოუტერიო გა. ჩანიშნულის არის რა, ჩემი აზრი ეგაა, რომ შეიძლება ჩანიშნულის არის, უბრალოდ მაინც ბოლომდე რაღაცების გარკვევა. მე მგონია რომ 딜ი იქნება, ანუ ესეთი დილი დევს ისლამთან, რომ იგებს ჯეკი ადიხარ ზევით, თუ ხო რა, თუ ჯეკი იგებს ბრძოლას ადიხარ ზევით, თუ არ იგებს ინიშნება სამშაბათ დღეს ეგრევე. დაიდება UFC. და მეგობრებო, ძალიან მალე რა დარჩა? UFC 315-ზე გავიგებთ, როდის გვეყოლება ქართველებს პირველი ორმაგი ჩემპიონი. ორი წონის ჩემპიონი ერთად. აი ისე ველოდები შეიძლება გული ამომივარდეს ჯერ მარტო კემპის პერიოდში. ნუ კემპი უკვე კემპ-ფეისბუქი. და ვიდეოები რო იდება lightweight-ია რო ეს ხო, მენა აი ჯერ ბიჭო ეხლაც რა. მოიცა სადღაც იყო მოკლედ მისული ქალს რო იმაშვებოდა რა ქვია გრეპლინგში იმაშვებოდა. რამხელა. ანუ პროსტა რამხელა არის რა, ძალიან დიდი არგილია რა. და ის რო ეხლა კი რა თქმა უნდა მახაჩევი მძიმე შევა იქ ილიაზე მძიმე იქნება, მაგრამ გაბარიტია მანდ, გაბარიტი და წარმოიდგინე lightweight-ში, აი
იმ დარტყმას რო აგემებს იმ ახაც I know it will connect and then got decide. ორგინე თავს ჩავსვა ილია. უეჭველი ჩავსვა აი ახ. აგე სკამ. დავსვათ ილია. სოჟურს გვაქვს ჩვენ ფოტო ილიასთან და გასაჯაროდი. ფასი დაედო სხვადასხვა მაგ ფოტოს. რამდენი წელი გავიდა მაგის მე. მოკლედ ილიას ველოდებით რა, აი ილიას ნიუსები ძალიან ისეთი არის, მოკლედ რა, ყოველ დღე ხსნი, აი ყველანაირი მას იქნება რა იქნება, მეთქი სადღაც დავინახო რა ქართულ მებრძოლებზე, რომ რაღაც ახალი იყოს მოკლედ და ფიზიკურად ჯერ არ გამოდის და დარწმუნებული ვარ 11 მაისის მერე 12-ში გავიგებთ რაღაცას. ეს ხურო ჩაინიშნება, მოდი მაინც მაგრეგორის გულშემატკივარი ვიყავით ხო რა, აღვნიშნე წინა პოდკასტში და ალექსანდრე თოფურიას ვთხოვოთ, რომ როცა ილია ისლამს და ნოკაუტებს გადახტეს და ხაბიბიც ემოს. აუშეგ მართლა მაგარი იქნება. ურამი რო შევარდეს და ის მთელი გავისმენთ. ქართველობა და მე რა მომარზა იტროს ისე საცოტა ვიჟე. უმალე რო გარბის ოქტაგონი. მერა პატაჟდი მერა. მირაბ. მოკლედ საინტერესო იქნება. ეგეც კაი იქნება. აცბულას რო ფიფო მისდე. კარჩი. საქართველოს. დავაი. Team people ვართ ჩვენ უეჭვენ. აუცილებლად. ურჩეთ ეხა ჯობია სანამ დაუკრეფოში გადავედი. არა მართლა მოკლედ საბოლოოდ ეხლა რომ დავსერიოზულდეთ. მოკლედ 12 მაისს გავიგებთ ილიასთან დაკავშირებით ნიუსს აუცილებლად და მე მგონია რომ ან ჩარლზ ოლივეირა შემოგვაკვდება. ან მახაჩევი იქნება ის ვისთანაც მეორე წონის კამარს გაიფორმებს ოფიციალურად ილია. გაგვიმარჯოს. დღეისათვის უეს იყო რა. აბა ველოდებით მოკლედ 315-ს.